და როგორც ამბობდნენ, რომ ავიღოთ ჩვენი მიწა ნებისმიერ ადგილზე და გამოუწუროთ, სისხლი გამოუვაო, რადგან მთლიანად რწყულია მოწამეების სისხლით, ამ მიწას პატევი და თაყვანინავს სცეთ. ქრისტესათვის მომკვდარი ადამიანების ქრისტეს რო ამოწმებდნენ იმ ადამიანების სისხლით არის გაჟღენთილი. 20 საუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობის არის საიდუმლო ჩვენი ერის გადარჩენის. არა ნომინალურად პატევის მიღება, არამედ რას ამბობს ადამიანი, რისკენ მოგვიწოდებს. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში. ნახეთ პატრიარქი როგორ ამბობს. ქრისტეში ცხოვრება საიდუმლოა. ქრისტიანობა ხო ვიცით ეს. იმიტომ რომ ინათლები საიდუმლოებაა. სინანული გაქვს საიდუმლოებაა. და ქრისტეს სის და ხორცზე ზიარები საიდუმლოებაა და საერთოდ ეკლესიაში ყველაფერი საიდუმლოებაა. საიდუმლოება ქრისტეში, ქრისტეს მიერი ცხოვრებისა. და პატრიარქი ამბობს, რომ ქრისტეში, ქრისტეს მიერი ცხოვრების საიდუმლოება არის გადამრჩენელი ჩვენი ერისა. მე თუ მატევს მივაგებ კათოლიკოს პატრიარქს, ბუნებრივია უნდა დავინტერესდეთ, კი მაგრამ რას ამბობს? აი ამას ამბობს. ესე იგი ეს რას ნიშნავს? ჩემი პატევი მიგება რომ არ აღმოჩნდეს ჩვეულებრივი ფარისევლობა, მე უნდა ჩავფიქრდე, რას ნიშნავს საიდუმლო ცხოვრება ქრისტეში. ეს პირდაპირ ნიშნავს მართლაც პირდაპირ ნიშნავს ქრისტესთან ერთობით ცხოვრებას, რომელიც ქრისტეს მისტიკურ სხეულში ეკლესიაში ემეძლება.